ვარ და დამხვდით ხო რომ ადრე მოვალთ ხო ოღონდ ისეთი საცობი იყო ხალხო სიმწრისგან კიდეც მეტირებოდა უკვე ხო თელს ნათესავებს დაურეკე გზაში მოვიკითხე და ძალიან სტრესული ის მქონდა და მოდით ეხა ხელოვნებაზე გადავერთოთ ჩემი ანტიდეპრესანტია ხელოვნება მე უნდა გავიდე გურამ ეს წაიღე ხო მივხედავ ეს მე უბრალოდ ამებში ჩადე როგორ ამებს რომ მოიხსნის ამაში ჩადე აი აქ რა. რა ვიჩართულია თუ უნდა ჩართოს. ჩართულია. ურა ის კი დატენილი მქონდა, მაგრამ დატენილი თუ არა. შევწავით. ანუ არ ეხლა აქ არ მიხარია, მაგრამ. ურავია ნაწილს აქედან. არა, ჩაიწერს ეყოფა რა ვიცი, 2 საათი. რა, ჩემი ტელეფონით მე ჩავიწერე, მაგრამ მე რა ვტვირთე, არ ვიცი რატო. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა არის ქართველი მხატვრები და იმის გამო, რომ პრეზენტაციაში შეუძლებელი იყო ყველას ნამუშევრის შეტანა, ამიტომ გადავალთ და ფოლდერებში დაგათვალიერებინებთ. დავიწყებთ პირველი თაობის მხატვრებით, როგორც არის გიგო გაბაშვილი და მისი, ასე ვთქვათ, უფროსი თაობის წარმომადგენლები და შემდეგ დავასრულებთ ჩალვა ქიქოძეზე, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მხატვრად მიიჩნევა ამ პერიოდისას, თუმცა შემდეგ შეხვედრაზე მინდა რომ ქართველი მხატვრები, უკვე მე-20 საუკუნის მხატვრები გავიაროთ ერთად, ფარჯიანი, აბრამიშვილი ეს 80-იანი წლების მხატვრები ერთად გავიაროთ. თუმცა სანამ დღევანდელ შეხვედრაზე გადავიდოდეთ და ქართულ, ასე ვთქვათ, დაზგურ ფერწერას შევეხებოდე, მოდით ერთად გავიაზროთ და გავიაროთ თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში დაზგური ფერწერა და რა გზა გაიარა დაზგურმა ფერწერამ დღევანდელობამდე, რაც ჩვენ დღეს გვაქვს წარმოდგენილი მუზეუმში. როდესაც ეს ლექცია გავიარეთ, მაშინ ვამბობდით, რომ საქართველოში არსებული ძალიან დიდი შუა საუკუნეების გამოცდილება იყო ის რესურსი, რომელსაც დაეფუძნა დაზგური ფერწერა და ჩვენ ესე ვუწოდეთ თბილისური პორტრეტული სკოლა. და მაშინ აღვნიშნეთ, რომ თბილისური ფერწერული სკოლა თანადროული რუსული და ევროპული სკოლების კონტექსტში განვითარდა, მაგრამ მათგან განსხვავებით ინდივიდუალური ნიშნებით გამოირჩეოდა. ხო არ გახსოვთ, რა იყო ის ძირითადი სახეები, რომლითაც განსხვავდებოდა ქართული თბილისური დაზგური ნახატი თანადროული ევროპული ან რუსული პორტრეტული სკოლისგან. ფონი იყო სადე. კი ბატონო. ადამიანების სერიოზული გამომეტყველება. დიახ. მე ძალიან აი დახვეწილი, აი კარგად იყო გადმოცემული, მაგალითად მაქმანები, ოქროს ნივთები, აი დეტალები იყო ძალიან კარგად ამოხატული. და ძირითადი აქცენტი რა ფონი ხა ერთფეროვანი იყო, გადადიოდა პორტრეტზე. ხო არ დაამატებდით რამეს? ერთი ყოველთვის გახსოვდეთ, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ძალიან იშვიათი იყო საქართველოში ხელმოწერილი ფრესკაც კი. და ეს ხაზი გრძელდება ჩვენს დაზგურ სურათშიც და ნახატშიც. რატო? მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ წარმოიდგინეთ, მხატვრობა, იკონოგრაფია იქნებოდა ყველაზე უფრო საკრალურისთვის, ზეციური მთავრობისთვის და მხედრობისთვის და ამიტომ უბრალო ადამიანები არ თვლიდნენ იმის ღირსად თავს, რომ საკუთარი ხელწერა, საკუთარი ავტოგრაფი დაეფიქსირებინათ ამ ნამუშევრებში, თუმცა ჩვენ მაინც გვაქვს რამდენიმე ხელმოწერილი, როგორიც იყო მეფის მხატვარი თევდორე, გიორგი ჯოხტობერიძე, დამიანე და ასე შემდეგ რამდენიმე მხატვარი. მოკლედ, ეს ხელმოწერის გარეშე დაზგური სურათის ძალიან დიდი ხნის ტრადიცია გრძელდება და მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ჩამოყალიბდა პორტრეტული სკოლა, რომელიც თბილისური პორტრეტული სკოლის სახელით იყო ცნობილი. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ცალკეულ სასულიერო პირთა გამოსახულებებს ვნახულობდით და მე თქვენ გითხარით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილო კედელი იყო ქართულ ეკლესიებში ადგილი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები გამოისახებოდნენ. ამას ჰქონდა განსაკუთრებით საკრალური დატვირთვა, იქედან გამომდინარე, რომ ჩრდილო კედელი იყო რეალურად ყველაზე ბნელი, მაგრამ მთელი დარბაზის სივრცის სინათლის კონცენტრაცია
ხასია მხოლოდ ამ ადგილებში ხდებოდა და ამიტომ ასე ხდებოდა ხაზგასმა იმ დიდებული წარმომადგენლების და ქტიტორების, ანუ დამკვეთების, რომლის სახელზედაც იყო მიძღვნილი საეკლესიო მხატვრობა, ხო? ეს ხაზი გრძელდება და რა თქმა უნდა თბილისურ პორტრეტულ სკოლაში ხვდებით გამოსახულებებს დიდებულებისას, სამეფო კარის წარმომადგენლებისას და ყველა შემთხვევაში, უმრავლესობაში უკაცრავად ეს პორტრეტები არიან მჯდომარე, ანუ წელს ზემოთ. სრული ტანით წარმოდგენილი პორტრეტი იშვიათი გვაქვს. განსხვავებით რუსული პორტრეტული სკოლისგან, განსხვავებით ევროპული სკოლისგან, სადაც ხშირად ფეხზე მდგომ ჯგუფურ გამოსახულებებსაც ხვდება. ბატონიშვილების ედიშერის ოჯახი, რომელიც სრული ტანით წარმოდგენილი გვყავს, ედიშერ ნიკოლოზისძე მუხრან ბატონების ოჯახი, სრული ტანით გვაქვს ფეხზე მდგომები წარმოდგენილი. დანარჩენ შემთხვევაში ესეთი მაგალითი ძალიან ცოტაა. მე ვერ გეტყვით რამ განაპირობა ეს ფაქტი, თუმცა ასეთი მოცემულობა გვაქვს ქართულ ხელოვნებაში. მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ფონი მართლაც სადაა, თითქმის ყოველთვის ესე ხდება, თითქმის ყოველთვის ცენტრალურ პორტრეტულ გამოსახულებაზე კეთდება აქცენტი. ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გაჩვენეთ, ნინოქსნის ერისთავისა, რომელიც თუ დააკვირდებით, სრული ტანით არის და სასურათო სიბრტყის უკანა ნაწილი პეიზაჟით არის დაფარული. თავად ნინოს გამოსახულებაც ძალიან აღმოსავლური, ეგრეთ წოდებული ყაჯარული სტილით არის გადმოცემული. ეს აღმოსავლური სტილიც იყო ბუნებრივი, რადგან საქართველო თავისი პოლიტიკური მდგომარეობით იმ დროს იყო ძალიან ახლოს აღმოსავლეთთან, ხო? მე-16 საუკუნის შემდეგ ეს აღმოსავლური ტალღა საქართველოს ცალკეულ სამეფო სამთავროებად არის დაყოფილი და ამ პერიოდის ირანში ეგრეთ წოდებული ყაჯარების პორტრეტული სკოლა იქმნება, ეს არის დიდი საგვარეულო და მათი გავლენით საქართველოში იქმნება ნინოქსნის ერისთავის პორტრეტი. ეროვნულ მუზეუმში ყაჯართა ფერწერის ძალიან დიდი კოლექცია არსებობს. კი, მინდა რომ ეგ შემოგთავაზოთ, იმიტომ წარმოიდგინეთ, რომ რასაც ჩვენ ქართულს ვსწავლობთ, ყველაფრის ნახვა შესაძლებელი ეროვნულ გალერეაში. და როგორც კი ცოტა დათბება, აუცილებლად წავიდეთ ეთნოგრაფიულ მუზეუმში და ფაქტობრივად მთელ საქართველოს ერთად ნახავთ. და ეს არის ისეთი წესი, რომ ხელოვნება შემოგესწავლოს. აი, როგორც ახლა გამრავლების ტაბულა არის მათემატიკაში აუცილებელი რომ და ისწავლო, აი ეგრეა ხელოვნებაში თბილისში რო ცხოვრობ, ამ ორს თუ ნახავ, შეუძლებელია არ იცოდე. იმიტომ ნებისმიერი ეს ჩვენი ჩვენება მაინც სხვა ფერია, მაინც სხვა დამოკიდებულება და როდესაც ჩვენს პირისპირ უყურებ ამ ამბავს, ბევრად უფრო უშუალო ხდება ეს აღსაქმელად და ძალიან მინდა ეროვნული გალერეა აუცილებლად და მოკლედ ეს აღმოსავლური ტალღაა წარმოდგენილი აქ. ასეთი იყო საქართველოში მე-18 საუკუნე. ანუ ნებისმიერი ჩვენი ხელოვნება ხო რაღაცა განვითარების ხაზია. ამის შემდეგი ეტაპი მოდის ახლა ვიზედაც უნდა გესაუბროთ და გიგო გაბაშვილი უნდა დავიწყოთ და ახლა თან ძალიან ცხოვრების სარკასტულობა ხო არის, როდესაც რაღაცა წარმოდგენები გაქვს და გონია რომ ეს ესია, ხშირად ესე არ არის და ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია გიგო გაბაშვილი. ხო გესაუბრეთ. მე მგონი გითხარით რომ შოქში ჩააგდო მთელი საქართველო გიგო გაბაშვილის პორნოგრაფიამ, ხო? და მოდით დღეს ახლა ერთად გავიაროთ. ანუ ეს იყო იმ ყველაფრის წინამორბედი, რაზედაც ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ. ევროპული განათლება რო ქონდა და ეს ყველაფერი იმ გარყვნილ მიუნხენში შეისწავლა და მიჩნეულია რომ ის ორგიები და სცენები რაც შექმნილი აქვს, როგორც ფოტოგრაფიული, ასე ჩანახატები მიუნხენური პერიოდიდან იქმნება და მოდით ახლა გავიაზროთ ეს ყველაფერი. ანუ ეს არის მისი წინამორბედი ხელოვნება. ეხლა რა ხდება იმ პერიოდიდან, ხო? ჩვენი მოუშორებელი ჭირი, რუსეთი, რა თქმა უნდა, მძლავრად იყო ფეხგადგმული ჩვენს ქვეყანაში და
ამ ყველაფერს ახლა კარგი როგორ შეიძლება ვთქვათ ამაზე, თუმცა საქართველომ და თბილისმა მოახერხა, რომ ამიერკავკასიის დედაქალაქად ქცეულიყო და ძალიან ბევრი სახელოვნებაცოდნეო კულტურული დაწესებულებები რეგიონში თბილისში იყო თავმოყრილი და ამან მისცა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ადამიანებს, რომ ბევრ რაღაც გამორჩეულ პროცესში ყოფილიყვნენ ჩართულები და ესეთი სამხატვრო გაერთიანებებიც არსებობდა. სწორედ გიგო გაბაშვილია ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ამ უფროსი თაობის მხატვრებს მიეკუთვნება და გიგო გაბაშვილი 1862 წელს დაიბადა და მიიჩნევა, რომ ის არის ახალი ქართული რეალისტური სკოლის ფუძემდებელი. ძალიან სიმპათიურიც იყო და თან მინდა გითხრათ, რომ ეს რეალისტური მხატვრობის ფუძემდებლად მისი წოდებაც იყო მაშინ, როცა მე ვისწავლე, ასე ვისწავლე მე. თუმცა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მე ამ სახვით ხელოვნების ამ პერიოდს გავდიოდი, ჩემმა ძვირფასმა ლექტორმა მაია ციციშვილმა აღმოაჩინა მისი ნამუშევრები. და ასე შეგვიძლია მას ვუწოდოთ არა მხოლოდ ამ ნამუშევრების საფუძველზე, არა მხოლოდ რეალისტური სკოლის ფუძემდებელი, არამედ ქართული სიმბოლიზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელიც და რატო ამ ყველაფერს ერთად გავეცნობით. პირველი განათლება მან სამხატვრო პეტერბურგში მიიღო, როგორც ყველა მიმდროინდელმა ქართველმა, ვერცხლის მედალზე დაამთავრა პეტერბურგში სწავლა, შემდეგ დაბრუნდება საქართველოში, იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ სამხატვრო სივრცეში და ძალიან მალევე მიემგზავრება მიუნხენში და კარგი როა ევროპა და თავისუფლების წყარო როა ეს დასავლეთი, გამოიხატება იმაშიც, რომ მისი ეს დაშტამპული ცოდნაც და ინფორმაციაც, რომელიც ჰქონდა, მთლიანად გაფართოვდა და მისთვის ადამიანი ბევრად უფრო ფართო რაკურსით წარმოჩინდა. როგორც ჩანს, ის ძალიან ბევრს მოგზაურობდა მანამდე და მოგზაურობის პერიოდში ასრულებდა სხვადასხვა სივრცეების ხელით ჩანახატებს, რომელსაც მერე უკვე ზეთის საღებავებით გადაიტანდა ხოლმე, თუმცა მთლიანად ეს ბატალური სცენები ჟანრული, რომელიც მის ადრეულ პერიოდს უკავშირდება, მთლიანად ამოყირავდება და ის ძალიან მოდერნისტი მხატვრის სახელით არის დღეს ცნობილი. ეს არის გიგო გაბაშვილის უამრავი პორტრეტი, რომელიც მისი შემოქმედების ადრეულ პერიოდს უკავშირდება და როდესაც მე წინა ნამუშევრები გაჩვენეთ მე-18 საუკუნის ფერწერა, ხო, რაღაცნაირად აგრძელებს იმ ხაზს. ეს არის პორტრეტები ძირითადად წარმოდგენილი სადა ფონზე, რომელშიც ნამდვილად იგრძნობა განსწავლული ხელოვანი ოსტატის ნამუშევრები, გამომეტყველება სახის დამუშავებას, ეს სქელი ფუნჯის მონასმები, დამჯდარი, მიუხედავად საკმაოდ მკვეთრი ტონებისა, მაინც არ არის გამაღიზიანებელი, ხო? რაღაცა ბალანსი, ეს გემოვნება და ზომიერება მის ნამუშევრებში ნამდვილად იგრძნობა. ეს არის მისი შემოქმედების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნამუშევარი, რომელსაც ბაზარი სამარყანდში ქვია და როგორც ჩანს, ის 1880-იან წლებში აქ მოგზაურობდა და ეს არის 1894 წელს შესრულებული ნამუშევარი, რომელიც 2006 წელს $1,126,000 გაიყიდა იმაზე, რა ქვია, კრისტის აუქციონზე, თუმცა უცნობია, ვინ შეიძინა ეს ნამუშევარი და ეს არის ქართულ ხელოვნების ხო, ვერ ვიტყვით, იცით, ეს ხო, სოფლიო, ხო, შესაძლებელია, არ ვიცი, თუმცა როგორც ჩემი ხო, როგორც მაგრამ სოფლიოში შეიძლება სხვამ შეიძინა ვინმე. როგორც გოგი ამბობდა, ხოშტარია, ჩვენ გვეუბნებოდა ხოლმე, მე რო სტუდენტი ვიყავი, გოგი მაშინ ის იყო, არ იყო ესე ძალიან მოხუცდა ეხა და თუმცა
უსაზღვროდ ძალიან ინფორმაციულია ეს ადამიანი, ძალიან დიდი ინფორმაცია აქვს და ნუ ეხა კიდე ვერ ვიაზრებდით ხოლმე იმდენად სტუდენტობის დროს, ეხა 16 წლის წინ მასწავლიდა მე და რომ მოვიდოდა ხოლმე მაშინ ესეთი ცნობილი არ იყო ის ცნობილი ადამიანი და რომ მოვიდოდა ხოლმე ეს რაღაცა შეხვედრიდან რომ მორიგინა ხატის შესაფასებლად იყო. ეხ ბიჭო, რამდენი ფული აქვს და არ იცის რა უნდა იყიდოსო, გაბრაზებული იყო ხოლმე და მე ვერ გეტყვით ეხა ვინ შეიძინა ეს ნამუშევარი, ნამდვილად არ მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა გიგო გაბაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები. კი. და ძალიან ასე ვთქვათ ეს ნამუშევარი მიიჩნევა რომ რეალისტური სკოლის წარმომადგენელი კი არის, მაგრამ ეს დახვეწილობა, ზომიერება, კოლორიტული გრადაცია, ყველაფერი განსწავლული პროფესიონალი ხელწერის ნიმუშს ატყვია ამ ყველაფერს და ასეთი მაღალი დონის ნამუშევარი შექმნა 1894 წელს გიგო გაბაშვილმა. ესეც მისი სამარყანდული პერიოდის ნამუშევრებია და როგორც ჩანს, თითეული ნამუშევრის შესახებ ძალიან ბევრი ჩანახატი არსებობდა და შემდეგ ხდებოდა მისი გადატანა სივრცეზე. გამორჩეულია ის, რომ გიგო გაბაშვილი, როგორც ცნობილია თავისი ამ პორტრეტებით, ბატალური და ჟანრული კომპოზიციებით, მნიშვნელოვანია ის, რომ უდიდესი ოსტატობით ასრულებს ფოტოგრაფიულ ნამუშევრებს და ცნობილია ის, რომ როდესაც პეტერბურგში სწავლობდა, სწორედ ამ პერიოდში შეხვდა ილია ჭავჭავაძეს და ილია ჭავჭავაძე იყო ის ადამიანი, რომელიც პირველად ბეჭდავს გიგო გაბაშვილის შესახებ სტუდენტობის პერიოდში და ჰონორარი ილიამ გადაუხადა პირველიო და სწორედ ამ ჰონორარით შეიძინა მან ფოტოაპარატი. ხა წარმოიდგინეთ რომელ წლებში 1800-იან წლებში და სწორედ ამ ფოტოაპარატით არის შესრულებული ეს ნამუშევრები და წარმოიდგინეთ რომ ეხა რამდენი წლის წინ არის ეს ყველაფერი და დღესაც კი როგორ თანამედროვედ მიიჩნევა, ხო? ეს არის გიგო გაბაშვილის გადაღებული ფოტოები, როგორც ჩანს, თავის სახელოსნოში ჰქონდა მოწყობილი ფოტოგრაფიული სტუდიაც და მინის ფირებზე გადაგქონდა ეს ყველაფერი და ასე შემორჩა მისი უნიკალური ფოტოკადრები ჩვენამდე. ნახეთ როგორი სცენებია თქვენს წინაშე წარმოდგენილი და ბატონო ყველაფერი დაცულია ეროვნულ მუზეუმში. ყველაფერი. ოღონდ გამოფენაზე მუდმივ მოქმედზე არ არის და როგორ აღმოჩნდა ეხა ეს ყველაფერი და მისი ჩანახატები. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი იყო პარადის უკან მოთავსებული წლების განმავლობაში და შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ესეთი ეხა ჯერ წარმოუდგენ გამოფენა 1-5 წლის წინ იყო და შემთხვევით აღმოჩნდა ეხა გიგო გაბაშვილი, რომელიც იმ კაცებს ხატავდა ულვაშებით და პორტრეტებს რაღაცა ქართველი დარბაისელი ხალხის, უცებ ასეთი სიმბოლიზმის გამორჩეული ნამუშევრებით არის წარმოდგენილი და დაუჯერებელი იყო და ეხა ხელოვნებაში შიშველი ფიგურა არავის არ უყვილს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი იცით რა არის, ზუსტად მიიჩნევა, რომ მიუნხენის პერიოდი უნდა იყოსო სავარაუდოდ და ეხა ვინ შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მის სახელოსნოში იქნებოდა და ამ კომპოზიციების მიხედვით იქნებოდა მერე ნახატებიც და ამის დადასტურებაა ის უამრავი მისი სიმბოლიზმის პერიოდით დათარიღებული ნამუშევრები, რომლებიც გვაქვს და რას მინდა მიაქციოთ ყურადღება. ფოტოგრაფიაში ეხლაც კი ამ შუქჩდილის ეფექტების გადმოტანა ძალიან რთულია და სწორად განათო ფოკუსი მოაქციო მთავარზე და ნახეთ როგორი ამონათებულია ეს, რასაც მთელი ხელოვნების განმავლობაში სწავლობდით, რომ ეს რენესანსი, ბაროკო, რო ცენტრალური ფიგურის შიშველი სხეულის ამ ამონათებას აკეთებდა ხოლმე, აი ფოტოგრაფიის მეშვეობით ცდილობს ამ ყველაფერს გიგო გაბაშვილი. ხო, სად იყო მაშინ ესა გარყვნილებას, ყველაფერს გარყვნილებას რო ეძახდნენ, მაშინ ბევრად უფრო მისაღები იყო ხელოვნება, როგორც ესეთი თუნდაც შიშველი ფორმა, ვიდრე დღეს, ხო? აი ესეც გიგო გაბაშვილის
შემოქმედებიდან არის, ეს არის ფოტოკადრები და ეს კიდე გახლავთ მისი უკვე ფანქრით და აკვარელში შესრულებული ნამუშევრები. მოდით ახლა ერთად თვალი გადავალოთ ყველაფერს გიგო გაბაშვილისას, რაც ამ ნამუშევრებამდე იყო ეროვნულ მუზეუმში დაცული. მოკლედ, ეს არის ყველაფერი გიგო გაბაშვილის ეროვნულ მუზეუმში და ეხლა გარდაგეზაროთ და მოდით ერთად დავათვალიერებ. უცხოეთში მუზეუმებში არ გვაქვს. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში ესე გადიოდა რასაც ქვია კუსტარულად და ესე ალბათ და მუტყუებით და რაღაცა, მაგრამ ეხლა ძალიან დიდი მონიტორინგი მიდის ამაზე და რამდენიმე წლის წინაც დაბრუნდა ბევრი მუზეუმი და გაფანტული ნამუშევრები და ძირითადად მაინც საქართველოშია ეს ყველაფერი დაცული. გარდა იმ მხატვრებისა, რომლებიც წლები უცხოეთში ცხოვრობდნენ, თუმცა აი მაგალითად იგივე სალიები იყვნენ, დავით კაკაბაძეს, დანევიჩები ბევრ კარგ საქმეს აკეთებდნენ იმ მხრივ, რომ რაც იყო იმ პერიოდში და ჰქონდათ ფინანსური რესურსი, ამ ყველაფერს იძენდნენ და საქართველოში აბრუნებდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ახლა ხო ძირითადად ჩემი უსაყვარლესი ექვთიმე თაყაიშვილის კისერზეა ხოლმე რომ განძი იმან დაგვიბრუნა და ექვთიმეს გარდა იმ პერიოდში ძალიან ბევრი ქართველი ნოე ჟორდანია იმ მთავრობის წარმომადგენლები ფულს კრიბავდნენ, ასე ვთქვათ, სათვის ტომოებში და ესე იძენდნენ, რაც გასტანილი იყო და ასე დაბრუნდა. წარმოიდგინეთ, ხალხო, საბჭოთა პროპაგანდა რამდენად მუშაობდა, რომ დღესაც კი ადამიანებს ჯერათ, რომ საქართველოდან გატანილი განძი გაყიდეს. და აი ზუსტად ნახეთ რა არის აქ მთავარი ამბავი ხალხო, მთავარი ამბავი არის ის, რომ ეს დღესაც კი ადამიანთა უმრავლესობა ჩვენ რო ქართულ ხელოვნებაზე ვისაუბრეთ, თქვით როგორ მუშაობდა პროპაგანდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რადგან მათ უკავშირდებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. და მე მოუყევი ამ ადამიანებს, რომ წარმოიდგინეთ, მე ვიყავი არქივი, რაც გადმოეცა უნივერსიტეტს ლევილის მამულის, იმის ხელმძღვანელი ვიყავი, ჯერ ჩვეულებრივი თანამშრომელი და ჩემი აღწერილი იყო ეს დოკუმენტები და მე ამებს ვიკვლევდით. ბოლო დოკუმენტი რა გვაქვს იცით, ვეღარ ასწრებდნენ ასეთ მანქანაზე, როცა თბილისიდან გავიდა მთავრობა და კალმით აწერენ ფურცელზე და რა ხდება? მუზეუმებიდან გამოაქვთ ნივთები და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს იყო ეპოქა, როდესაც სასულიერო პირები ყიდდნენ ამ ხატებს და ესენი გაქონდათ რუსეთში. ჩვენი ხალხო უამრავი უდიდესი რესურსია რუსეთის მუზეუმებში, სწორედ ასე სასულიერო პირების გაყიდვით და ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა მოახერხეს ის, რომ ესენი დაიჭირეს ეს სასულიერო პირები და იმიტომ არ მოსწონდათ და უღმერთოებს იმიტომ ეძახდნენ, ხა ვის მოეწონება, რომ ამ ძალაუფლებას გართმევენ. თავარი არის ძალაუფლების ტრფობა, ხო? ამაზე მიდის მთელი კაცობრიობა, ამაზე იბრძვის და ეს ხალხი რო გადის, მთავრობა რო მიდის თბილისიდან, მატარებლით ხალხო ჯერ თბილისში მთავრობის სახლში, რომელიც ახლა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა, ნოე რამიშ ჟორდანიასთან მიდის ექვთიმე თაყაიშვილი და ნოე ჟორდანიასთან იყო იოსებ ელიგულაშვილი, რომელიც იყო წარმოშობით ებრაელი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე. იოსებ ელიგულაშვილს ებარა დოკუმენტურად ქართული განძი და ექვთიმე თაყაიშვილი მთავრობის წევრიც კი არ იყო, რომელიც ძალიან მიყვარს და უდიდესი ღვაწლი აქვს, მაგრამ საბჭოთა პროპაგანდა აკეთებდა იმას, რომ ვერ იტყოდნენ, რომ აი ებრაელმა გადაარჩინა განძი და ექვთიმე თაყაიშვილი აწყობდათ. ეხა ექვთიმე თაყაიშვილს ეხა რო ვიწერთ, მე ეს სად მოგიტრიალებენ ამას არ ვიცი, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილმაც ითანამშრომა იმ საბჭოთა რეჟიმთან. განაცუდ იქნა, მაგრამ საბჭოთა რეჟიმსაც აწყობდა ექვთიმე თაყაიშვილის ხატის შექმნა. ექვთიმე უდიდესი ფიგურა იყო, მაგრამ ბევრი სხვა ადამიანის ღვაწლი დაიკარგა. იმ პერიოდში და მხოლოდ ექვთიმეს ხატი შეიქმნა, მაგრამ მერე თავის მხრივ ექვთიმეც გაწირეს და მის დასაფლავებაზე სულ 50-მდე ადამიანი იყო, ხო? წარმოიდგინეთ, როგორ მუშაობდა პროპაგანდა, რომ ამბობენ განძი
მოიპარესო. განძი გადის საქართველოდან და მატარებელში მიუერთდება ქუთაისში გელათის განძიც. ესე ყუთებში ჩადებული და მნიშვნელოვანი რა იყო? სოციალ-დემოკრატები შესაძლოა იყვნენ ათეისტები, მაგრამ რა მოახერხეს იცით? ძალიან ბევრი წმინდა ნაწილი სწორედ მათ გადაარჩინეს და მასიურად მიდიოდა ეკლესიებში ამ ხატების გაყიდვა და წმინდა ნაწილების, რომელიც ხატებს ერთოდათ და ამათ ძალიან კაცრი დასჯა მოიფიქრეს ამ ხალხისთვის და ესე უამრავი წმინდა ნაწილი დღეს რაც გვაქვს, მათი გადარჩენილია შეიძლება ითქვას, ხო? ამას ეხა არავინ არ ამბობს, ჯერ ძალიან ცოტა მიცის და მე ეს პროპაგანდა ეხა, ხო? პროპაგანდა არის ყველაზე მძლავრი იარაღი. მე გეუბნებით ეხა და ეს პერიოდი ეხა 1918-21 საქართველოში ვიცით სულ 10 ადამიანმა და რეალურად პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მიმღებლობა არ აქვს საზოგადოების. ეხა წარმოიდგინეთ სკოლებში 1918-21 წლებს, ხო? ეს ეხა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ 2014 წელს უნივერსიტეტში, როდესაც ლევილის მამული გადმოეცა საქართველოს, მე მაშინ დავიწყე ამ ცენტრში მუშაობა და 2018 წლისთვის გავაკეთეთ 100 წლის იუბილე მთელი საქართველოს მასშტაბით და უდიდესი ღონისძიებები. მაგრამ მაგის შემდეგ ყველაფერი გაჩერდა. ჯერ მარტო ხალხო იმხელა არქივებია შესასწავლი. ძალიან ბევრი ადამიანის რეალური ბიოგრაფია იცვლება. ეხა ძალიან საპატივცემულო ადამიანია ქაქუცა ჩოლოყაშვილიც, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა უდიდესი პოლიტიკური შეცდომები დაუშვა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ხო? და ეს ყველაფერი ეხა ისტორიის ნაწილია. მან ერთი რო ამბობ ერთს, მეორეც არ უნდა გამოგჩეს. ეხა სალომე ზურაბიშვილის მამა, ხო, ეხა ხშირად არის ხოლმე ნახსენები. ძალიან ბევრ რთულ ამბებში იყო გარეული და ეს არის ჩვენი ისტორია და თუ ჩვენ გვინდა რეალური ისტორია ვიცოდეთ, არ უნდა დავმალოთ სიმართლე. ადამიანებს მარტივად ვინდა რომ ყავდეს შავი და თეთრი ფიგურები. კი ბატონო. რადგან ფიგურებსაც შავი ან თეთრი ვერ გამოდის, მე ხდება ამ ყველაფრის კი. ან შავი იყოს ან თეთრი და როგორც ყველა მომგავი ჩვენი ჩათვლით არავინ არ არის შავ-თეთრი. რა თქმა უნდა, როგორც აი ახლა გიგო გაბაშვილზე, ხო, ვერავის ვერ წარმოედგინა, გიგო გაბაშვილი რას ქვია, შიშველ ქალს დახატავდა. ესეთი შთაბეჭდილება იყო. შოკში ლეონარდოსაც თავის დროზე როგორ ისწავლიდა? ხო, რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ხა ეს ორგიების თემები რო შემოდის, ეს ძალიან ეხა წარმოიდგინეთ 10 წლის წინ ძალიან საკრალურად უყურებდნენ ყველაფერს. ეხა ილუსტრაციის კანონი არ იქნება არც რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ერთხელ და სამუდამოდ დაასვას ყველაფერს წერტი. ისტორიოლოგის სომხი, არ არის ეს ბაბუა, ვის ხარესი. აი ახლა ვისი ბაბუაზე კი არა, ჩემს ხელში პირველად აი რო გადმოიღო მე დავა ნომრე ის დოკუმენტიც. ლელო ჩიქოვანის შეფიცულის გოდება არის ასეთი დოკუმენტი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ესწრება. ექვთიმე თაყაიშვილი ამოწმებს და ეს არის შეთქმულების 1924 წლის შეთქმულებაზე. იცით რამხელა შეცდომებია დაშვებული, მაგრამ ამის ანალიზს არავინ არ აძლევს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კვლევარი რო შევიდეს არქივში, შეიძლება დღეში მხოლოდ გამოიწერო 10 საქმე. ამ 10 საქმიდან, რასაც ეძებ, შეიძლება საერთოდ არ შეგხვდეს იმათში, მაგრამ 10-ზე მეტს ვერ გამოიწერ დღეში. ანუ შენ რო რაღაც იპოვო, წარმოიდგინეთ, რამდენჯერ უნდა მიხვიდე არქივში, მაგრამ რაღაც პერიოდზე წდომაც არ გაქვს, საბჭოთა არქივს ვერ ეხები, იმიტომ ყველას ვიღაცის ბაბუა, ვიღაცის რაღაცაა და ამ ყველაფრის დაფარული რამე ხდება. შესაბამისად, ჩვენ ვართ ძალიან დიდ სიყრალბეში და სანამ ამ ჩვენი ისტორიის კვლევა არ მოხერხდება და სახელის დარქმევა ამ ყველაფერზე შეუძლებელია ვილაპარაკოთ. ეხლა რაც შეეხება პერსონებს, ხო? დიახ. მაშინადაც რა მაინტერესებს, ანუ რატო არ ხდება აი ამ პერიოდის არც ერთი ხელისუფლების დროს, აი ამ 21 წლების რაღაცა გარდა იმისა მშრალი ინფორმაციის გარდა რეალურად რა მოხდა, ვინ იყო, თქვა რატო მოხდა ეს საგანძური ექვთიმე თაყაიშვილის
ხელში და რატო აი მე გეუბნებით ეხლა და თქვენ მოგწონთ რომ ანუ მე ხო გეუბნებით ვამბობ რომ იოსებ ელიგულაშვილმა გადაარჩინა საქართველოს საგანძური. თქვენ გონიათ რომ საქართველოს მოსახლეობა მზად არის ამისთვის რომ ეს ვთქვათ? ეხლა მაგალითად მე რო თუ არ ვიტყვი თუ ერთნაბის არ გადავდა აი მე მაგალითად რომ გაგაცანით ჩემი კალენდარი ხო გაჩვენეთ ჩემი კალენდარი ამ ჩემს კალენდარში ეგ დავწერე რომ იოსებ ელიგულაშვილი მეთვალყურეობდა განძს და რეალურად ამ ადამიანმა გადაარჩინა. ეხლა ექვთიმე თაყაიშვილის უდიდესი ღვაწლი იყო რა თქმა უნდა მაგრამ აქ არის ძალიან დიდი ეს საზოგადოებრივი მორალისტობა თუ არ ვიცი რა დავარქვა. თუნდაც იგივე რომ ეხლა მე რო თქვენ გიყვებოდით სიყვარულის ამბები უნდა დავიწყოთ ხო შემდეგი იანვრიდან ვიწყებ სასიყვარულო თემებს. და ეხლა ილია ჭავჭავაძე რომელიც გენიალური საზოგადო მოღვაწე იყო პირადი ცხოვრების ხრივ ძალიან კი და უკანონო შვილიც ყავდა და ძალიან ბევრი კონფლიქტი ჰქონდა ცოლთან. ხო და ეს ყველაფერი ხო და ეხლა მე ისე გაიკარგა ეს ადამიანი არავინ არ იცის. ფოტოც არის. ფოტოც არსებობს, კი, ფოტოც არსებობს ამის და უბრალოდ ამ ყველაფერზე ლაპარაკი ტაბუ დაადო ვიღაცამ. და მე რო ეს ვთქვა ფოტოზე არსებობს და მე არავის არ ვიცი ხა ძალიან ეს ისეთი როგორ ეხა ეს უკვე იმდენი შვილი კი არა რა ვიცი შეიძლება ხო და ნუ ესეთი ფოტოც არსებობს მუზეუმში ხო ილიას მუზეუმში და ასეთი ძალიან ბევრი ამბავი ამ ტაბუდადებულ საზოგადოებაში არ არის საჭირო ყველა ვიყოთ კარგი ადამიანი. ეხა მაგალითად სოფო ჩემი მეგობარია სოფო ჩემი მეგობარია და ჩემი ბნელი მხარეებიც იცის ეს უნდა მეთქვა. არა აი მე მაგას კი აი ეხლა მაინტერესებს მაშინ რა ამბავი მოყვა მაგამ ეხლა შეხედეთ ეხლა ძალიან ვწდებით ამ თემას მაგრამ ამაზედაც მოდით ვთქვათ თამარ მეფე დაოჯახებიდან 2 წელი ფაქტობრივად ეხლა კი ვიწერთ რომ ქალიშვილი იყო კი წარმოიდგინეთ ეხლა ხო და ზუსტად ეგ არის საკრალურია და ნუეხებითო თორე ეხლა როგორ შეეხები ესეც ალბათ არის მაგრამ ეხლა ამას ბავშვთან ხო არ მოყვები ეხლა პირველ კლასელ ბავშვს ხო არ მოუყვები ამ თემას რა თქმა უნდა მეც არ მომწონს მე მაგალითად არ მომწონს მაგაზეც გავაკრიტიკოთ მაგრამ ეხლა ჯვარზე ხო არავინ არასო როგორ არ წამიკითხავს. მოკლედ ძალიან ბევრი ამბავია და იგივე მიმღებლობა რამდენად გვექნება ცოტა უფრო მსუბუქად უნდა მივუდგე. ეხლა მეგობრებო ინფორმაცია უნდა გქონდეთ. ეხლა ჩემგან ხო ხშირ შემთხვევაში რაღაცა საჯარო ლექციები რომ მაქვს ხოლმე თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ მე როგორ ფიქრობ რა მნიშვნელობა აქვს ამას? მე გაწვდი შენ ინფორმაციას, ფაქტს და შენ უნდა გაუკეთო შენ როგორც გინდა ინტერპრეტაცია. მე რო ინტერპრეტირებულ ამბავს გეუბნები, გავლენას ვახდე. მე გეუბნები რომ განძის გატანაში ელიგულაშვილს ებარა და ექვთიმე თაყაიშვილი მივიდა და ერთად გადაარჩინეს და ეხლა თუ ჩათვლი შენ რომ ექვთიმე იყო მარტო გმირი რადგან წმინდანად შერაცხეს ეს უკვე შენი პრობლემაა რომ ვერ აკეთებ ფაქტის კონსტატირებას რა თქმა უნდა და ურა პატრიოტიზმი არ გვჭირდება და მე ის რომ ეხლა მაგას სოფო რატო ამბობდი სოფო ხო იცის ეხლა ჩემი ბნელი მხარეები სიტყვაზე როგორც მეგობარმა და მე იმას ვიძახი რომ არ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო რომ ყველაფერში იდეალური ჯერ ვერ იქნები და რატო უნდა იყო? რატო უნდა მოთხოვო ეხლა ან რასაჭიროა ყველა წმინდანი იყოს? სულ არ მინდა წმინდანობა. რაო? ანუ რაც მე ვიცი ბნელი არ არის და კი არ გვეპარება. რაც დააბნელა იმას ხო. თვითონ ჩავიდა უბრალოდ. მოდით ეხლა უცებ გავიაროთ. ხალხო ეს არის ეროვნული გალერეა. მაშინდელი დიდების ტაძარი და როდესაც დიმიტრი შევარდნაძესთან მივალთ უკვე დეტალურად მოგიყვებით ამას.
აი ესე გამოიყურებოდა მე-19 საუკუნეში, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ იყო დიდების ტაძარი, სამხედრო დიდების მუზეუმი და ესე იყო გამოფენილი ნამუშევრები და ერთ-ერთი პირველი, რომლის გამოფენაც მოეწყო აქ, სწორედ გიგო გაბაშვილი იყო და აი ეს ძველი ფოტოები. როგორ? ასე ერქვა შენობას. დიდების სამხედრო დიდების მუზეუმი იყო, პარლამენტის წინ რო არის ცისფერი გალერეა, ესე ერქვა. სამხედრო დიდების მუზეუმი და 1920 წელს გადაკეთდა მერე ეროვნულ გალერეად, ხო? მოგიყვებით ამას ისე. ეს არის ის უამრავი ჩანახატი, რომელიც ეკუთვნის გიგო გაბაშვილს. აი ეს არის სამხატვრო აკადემიაში გადაღებული, რომლის დაარსების ინიციატორიც იყო ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა ერთ-ერთი. ხშირ შემთხვევაში ხა სამხატვრო აკადემიის დაარსების ინიციატორი იყო 30-მდე კაცი, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ამ ერთ ადამიანებს რო ავკიდებთ ხოლმე პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა. ხო და ამას უნდა შეხედვა სხვადასხვა კუთხიდან, რაც ქანა 21 საუკუნის ხელოვნებამ, ხო? ნახეთ, აი როგორი სიმპათიური იყო გიგო გაბაშვილი. მე გონია რომ აი გიგო გაბაშვილის ისეთი ნახატები აქვს, რომ შეიძლება სოფლიოში ცნობილი მხატვრების დონეზე ანუ მარტო ჩვენ არ მოგწოდეს სხვებს. რა თქმა უნდა. და ეხა დღეს გუშინ როცა მოვდიოდი თქვენთან სასაუბროდ, ხო ყველაფერს ვკითხულობ, რომ რა უნდა თქვა და რაღაცა. მეც გავიზარდე ამ სწავლებაში, იმიტომ ძალიან კაცრი და კატეგორიული ვიყავი ხოლმე თავიდან ეხა რომ რაღაცა რა ნამუშევრები კი ეს არის, მაგრამ წარმოიდგინეთ ხალხო, ჩვენ ამ მხატვრებს რომ არ ქონოდათ ძალიან დიდი წვეტა საბჭოთა კავშირისა და ის სოციალიზმი რო არ ყოფილიყო, რამაც ფაქტობრივად გაყინა ქართველი ხელოვანები. წარმოიდგინე, ყველა იყო გერმანიაში, პარიზში, იმაში მიუნხენი, პარიზი, ჟენევა, მთელ ევროპასთან ჰქონდათ წდომა და ბრახ და ჩაიკეტა უკვე საზღვრები და საბჭოთა ერთი მოცემულობა უნდა დაეხატათ მუშა და მათი მხატვრობა, ეხა რატომ მომივიდა ეს, რატო ვფიქრობდი, ელენე ახვლედიანი არ მომწონდა. ძალიან ბევრჯერ ვარ ეხა მუზეუმშიც ნამყოფი მისი ნამუშევრები, სრულიად სხვა თვალით დავინახე მე როგორც მასწავლებელმა, როდესაც კონტექსტი მიმოვიხილე, როგორ დაიწყო და რა გაუკეთეს. მაგრამ თეატრის მხატვრობა კიდე უფრო მეტ თავისუფლებას აძლევდა ამ დაზგური სურათებისგან განსხვავებით ადამიანებს და თეატრი, ამიტომ იყო ეს მარჯანიშვილი და ეს წრე, რომელმაც მოახერხა აფეთქება ფაქტობრივად, ხო, ამ ევროპული მოდერნიზმი შემოიტანა ქართულ ხელოვნებაში, რასაც უკვე პეტრე ოცხელთან და ამ თაობის ხელოვანებთან შემდეგ ლექციაზე ვიტყვით, ხო? ძალიან ბევრი რამე, აი, მთლიანად ეს ფარდა ჩამოეფარა და დასავლეთთან ჩაკეტილობამ სრულიად შეცვალა ეს რეალობა და ეს ჩვენი მხატვრობა, ხალხო, ჩვენ რომ ცოტა ცხოვრობდეთ ცენტრალური ევროპისკენ. ჩვენ რა რესურსიც გვაქვს მუზეუმებში. ეხა სოფლიოში ამერიკიდან დაწყებული ევროპულ მუზეუმებში, რა ვიცი, საუკეთესოში ვარ ნამყოფი. ბევრი ვერ დაიტრაბახებს იმ რესურსს, რაც ჩვენ გვაქვს. უბრალოდ ჩვენი ადგილი, სადაც ცხოვრობთ, ამ ყველაფრის ხალხში ნაკლებ პრეზენტირებას ახდენს. ცოტა ტურისტი ყავს. ეხა როგორი ტურიზმით, ეხა იტალიას კი არ ვუტოლდები, მაგრამ ჩვენი მასშტაბის ქვეყანას რა რესურსიც აქვს, თუნდაც ანტიკური კულტურის, თუნდაც შუა საუკუნეების ვერ მოგვედრება ბევრი ქვეყანა. ეს არის ჯერ მარტო ვანის მუზეუმი, ხალხო, რაც ჩვენ გაგვაჩნია, წარმოიდგინეთ, რომ სოფლიოში ძალიან ცოტა. მე სადღეგრძელო და ურაპატრიოტიზმის ამბავზე არ ვლაპარაკობ. აი ობიექტურად რო თვალი გადავავლოთ, ძალიან ბევრი დასავლური ქვეყანა ინატრებდა იმ რესურსს, რაც საქართველოში არსებობს. ეხლა თქვენ რო ამერიკულ მუზეუმებში შეხვიდეთ, ხო ხართ ნამყოფი ბევრი, ხო? ამერიკულ მუზეუმებში ხა თანამედროვე მე-20 საუკუნის ხელოვნებას თუ არ ჩავთვლით, ნორმალურ ნაწარმოებს ვერ ნახავთ, ხო? და ძალიან ბევრი რესურსი გვაქვს, რასაც ვფანტავთ და აი ესეთი ერთ-ერთი გამორჩეული იყო გიგო გაბაშვილი. პოლიტიკურ ვითარებაში კიდე ამდენს ვახერხებთ ჩვენი ნიჭიერების შედეგად. კი, ეს ზუსტად გამოწვევა. ვიყოთ ნამდვილად ალბათ
მოიცა აი ეს არის უკვე მუზეუმის და მუზეუმებს გავყვეთ პირდაპირ. აი ჩარჩოებში თავისი ნომრებით და თან მიხვდებით ადრეული რომელია და რომელი ძველი. აი ნახეთ როგორი გამოსახულებებია. დააკვირდით როგორ კომპოზიციის აღქმის უნარი და გარემო სადაც ცხოვრობს. მე როდესაც თქვენ მაია გეუბნებოდით, რომ მეტი თქვენი შინაგანი სამყარო გამოუშვით, რაც იმას გულისხმობს, რომ აი ეხა წარმოიდგინეთ, როგორ თავისია ეს, თავისი სული ჩადო და შეუძლებელია გიგო გაბაშვილი ვინმეში აგერიოს. ეს ინდივიდუალიზმი, ეს მისი ხელწერა, ამაში ნათლად იქცნობა, ხო? აი ნახეთ, ეს მულტიკულტურული გარემო, სადაც ცხოვრობდა, ასახავდა და გადმოსცემდა ამ ყველაფერს. ეხლა ეს იმდენია ფიზიკურად შეუძლებელია. კი, აკვარელია, ფანქარია, ჩანახატებია შავი ფანქრითაც მათ შორის და მერე ხდებოდა ამის გადატანა ხშირ შემთხვევაში კილოზე ზეთის აღებავებით. ნახეთ როგორი ესეთი პორტრეტები, ეროვნული ეს საბრძოლო თემატიკა პირველმა ქართულ ხელოვნებაში სწორედ გიგო გაბაშვილმა დაამკვიდრა და ამ ყველაფრის პარალელურად ხდება მისი ესეთი სიმბოლიზმით გაჯერებული გამოსახულებები, რომელიც ფოტოგრაფიის გავლენით აქვს შექმნილი მას. აი ნახეთ, ინდივიდუალური ძალიან ოსტატური ნამუშევრები და ეს მეფე მთავრების გამოსახულება თამარი და გიორგი მეფე. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. აი პარალელი რო გავავლოთ დღევანდელ ვითარებასთან, ხო? ეხლა სად გიგო გაბაშვილიო, მაგრამ რეალურად ერთი კონტექსტია. წარმოიდგინეთ, მთელ მსოფლიოში ხალხო, როდესაც თანამედროვე მხატვრული მიმართულებები იქმნება, ერთი ძალიან დიდი ამბავი ხდება. მთლიანად შორდებიან პოლიტიკურ გარემოს. და საქართველოში ახლაც კი, ხო უღმერთოებს ეძახიან ყველა ახალგაზრდებს, მაგრამ როგორი ეროვნული სულისკვეთებაა, ეროვნულ ნიადაგზეა ყველა გაერთიანებული და ეს არის რაღაცა ჯადოსნურობა, რაც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს აქვს. რაღაცა ამ ერთაშიგან გამაგრებაო თუ არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ და რატო ვამბობ ამას. ეს ადამიანები ყველა სიმბოლისტები იქნებიან, ხო? თანამედროვე ხელოვნების მიმართულების ხალხი ერთიანდება ეროვნული იდეით და ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად სოფელ დადიან და ეკლესიების ფერწერულ ასლებს აკეთებენ. ანუ მოდერნისტები, მთელ მსოფლიოში ეს მოდერნისტები უპირისპირდებოდნენ ეროვნულს და საქართველოში პირიქით ეროვნულით ხდებოდა მათი გაერთიანება. ძალიან პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რეალობა. და ამ კონტექსტში არის ჩვენი ეს მხატვრებიც განსახილველი. აი, რამდენი ხო, ალბათ. ნახეთ როგორი ეროვნულია, როგორი მნიშვნელოვანი და გამორჩეულია იმ პერიოდისთვის და მაღალ ოსტატობას ამჟღავნებს მხატვრისას. ეს არის ათეულობით ჩანახატი, ათეულობით ნამუშევარი, რომელიც გიგო გაბაშვილის მიერ არის შესრულებული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ნახეთ, ძალიან მასშტაბურია თითეული გამოსახულება, ეს სახის ნაკვთები, ღრმა ნაოჭები, ეს მძაფრი ემოციური მუხტი მოდის თითეული ნამუშევრისგან, ხო, პორტრეტებს გულისხმობ. თუ ნებისმიერ ბატალურ სცენას და აი ესეთი ქართული გამოსახულებები და პორტრეტებია გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში. კიდევ ერთი განსაკუთრებული ფიგურა, რომელიც ასევე შემდგომ პერიოდში უფრო სიმბოლიზმს უკავშირდება, ეს არის მოსე თოიძე, რომელიც ჯერ კიდევ დაუფასებელი მხატვარია საქართველოში, მაგრამ სხვა რომ არაფერი არ გააკეთოს ამ ადამიანმა, ჩემთვის მას უკავშირდება ერთი უძვირფასესი ამბავი. მე მოგიყევით, ვინც აქ იყავით, წარმოიდგინეთ ხალხო 1920 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას მოსე თოიძემ მიმართა რისთვის. საქართველოშიო არსებობს გენიალური ფიროსმანიო და ეს ფიროსმანიო ისეთი მხატვარიაო, რომ მთელმა ქვეყანამ უნდა ნახოსო. მარტო თბილისში არაო და მთავრობას უჭირს გაჭირვება ქვეყანაში, მაგრამ გამოყოფენ ფინანსურ რესურსს და მოძრავი მატარებლით ხალხო ფიროსმანი დაგთ საქართველოს ირგვლივ. სადაც მატარებელი მიდიოდა, ყველას რო ფიროსმანის ნახვის შესაძლებლობა ჰქონოდა. და ეს ყველაფერი ეკუთვნის მოსე თოიძეს და
გარდა ამისა, მოსე თოიძეს უკავშირდება ესეთი კაფე კლუბი იყო რუსთაველზე, ქიმერიონის მოხატვა მის შვილთან ერთად და არა მხოლოდ მოსე თოიძე, არამედ დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი იყვნენ ამ კაფის მხატვრები. რას ხატავდა მოსე თოიძე? მოსე თოიძის თავდაპირველი ნამუშევრობა ეს მცხეთობაა მისი ფერწერული ტილო, რომელიც სადიპლომო ნამუშევარია და შემდეგ უკვე მთლიანად იცვლება მისი ტონალურობა, მისი კომპოზიცია და ლურჯი ტონალური აქცენტები იკავებს მის სასურათო სიბრტყეს და დეკორატიულობისკენაც მიყავს ამ ფერად მრავალფეროვნებას მისი შემოქმედება და ამ დეკორატიულობის ნათელი მაგალითია აღმოსავლურ მოტივებზე შექმნილი მისი არაერთი ნამუშევარი. ასეთი მხატვარია და მე გითხარით, რომ მთელი მე-19 საუკუნე საზრდოობს იაპონური ხელოვნებით და ეს ტალღა, რა თქმა უნდა, მოსე თოიძის შემოქმედებაშიც აქტიურ ადგილს იკავებს. მერე რა ხდება? 1921 წლიდან ქვეყნის ოკუპაცია და ის სიმბოლური ფერწერა, ის მოდერნისტული მუხტი, რაც მის შემოქმედებაში იყო, მთლიანად უკუგდებულია და აგერ თქვენ ხედავთ მუშა გლეხების მოტივზე შექმნილ ნამუშევარს, სადაც მთლიანად დაცლილია ყველაფერი ფორმისგან, იდეოლოგია ვაშაურა ნამუშევრებს ითხოვდა და ესეთი მუშურ რა თქმა უნდა, ეს არის დაშტამბული, მათ არ ევალებოდათ უკვე რაიმე შემოქმედებითი მრავალფეროვნება, პროპაგანდა, ხატრობა, როგორც პროპაგანდა, მას კი, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი დისერტაცია, ეს არის და მომავალ წელს ჩემს დისერტაციას დავასრულებ და ეს არის საბჭოთა პროპაგანდა როგორ მუშაობდა. წარმოიდგინეთ, რომ ხატრობა ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი იყო. მათი სურვილები, მათი სათქმელი ესე იყო გადმოცემული. მოდით შეისვენეთ ახლა რა თქმა უნდა, შეისვენეთ ახლა ერთი 10 წუთი და გავაგრძელოთ უკვე დავით კაკაბაძე, ფიროსმანი, ელენე ახვლედიანი და კეთო მაღალაშვილი უნდა გავიხილოთ. ხო, დააპაუზეთ, მოწიეთ ვინც ეწევით და დავიწყოთ მერე.